გამარჯობათ პატივცემულებო, შუადღემშვიდობისა, დღემშვიდობისა. თქვენს წინაშე ვიქნებით ბატონი ოთარ ჭითანავა და მე მესალმები ყველას. თაუბერი. რა გითხრათ, რით გაგახაროთო, იცოდა ხოლმე ჩვენმა ილია მართალმა, ილია ჭავჭავაძემ. შემდეგ რა თქმა უნდა, ბევრმა სიქადულმა რამე თუ ყველა ეპოქას ჰქონდა თავისი სიმძიმილი, დამეთანხმები, თავისი ძალზედ ისეთი მტკივნეული გარემო და დიდი გამოწვევები. მაგრამ ტელემაყურებელი აუცილებლად დაგვეთანხმება, რომ დღევანდელობა კრებსითად მოიცავს აბსოლუტურად ყველა პრობლემას ერთდროულად თითქმის. ჩვენთან ბევრი რამ რაც შეიძლება თანადროულად არ ყოფილიყო ისტორიათა წიაღში, ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, სატკივარად, დღეს თავი მოუკრებია. ოღონდ ჰაერზე არა, მეგობრებო. ჩვენი მეცადინეობითაც და საერთოდ ციხე რომ შიგნიდან ტყდება, აი სწორედ ამის გამოისობით. გარემო ვითარებაც ვიცით ჩვენ როგორია, ასე რომ სასიხარულო შეიძლება ის იყოს ჩვენს თქმაში და ჩვენს საუბარში, ჩვენს ურთიერთობაში, რომ უპირველეს ყოვლისა არ დავბრმავებულ ვართ, კონტაქტში და კომუნიკაციაში ვართ ერთ-ურთთან და კონკრეტულად ამ ტელევიზიას მართლაც ობიექტურობის ფლაგმანში მყოფ ტელევიზია ობიექტივს, ეს უპრეცედენტო მოდელი, რასაც ქვია მაყურებელთა ზარები ეთერში და ასე შემდეგ, აი ეს ყველაფერი გვაიძულებს ჩვენ რომ ესე იგი პულსი კვლავ გვესინჯება. მიუხედავად ბევრი რამისა, ის არაერთხელ ჩამოგვითვლია ჩვენ, პულსი გვესინჯება, ეს უმთავრესია და ვიცით გამოსავალი, ვიცით მიზეზი, რამე თუ მიზეზ შედეგობრიობის გარეშე აბსოლუტურად არაფერი არ არსებობს ამ დუნეაზე. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ სასამართლო პროცესებიც იმართება ახლა დღეს გუშინ. სასამართლო თვითონ მოშლილია საუბედუროდ, სამწუხაროდ. ეს ყველაფერი ლოგიკური ჯაჭვია, ოთარ დამეთანხმები, რადგან როცა ამდენი ხნის განმავლობაში ასე ვთქვათ, ბრძანდები ხელისუფლების სათავეში და ხელისუფლებას წარმოადგენ, როცა ამდენი ხნის განმავლობაში წინა სისტემა, რომელიც მართლა რომელმაც მსახრალი ხელი დააჩინა ყველა სტრუქტურას და თითოეულ ადამიანს ლამის, რამდენი პრობაციონერი იყო, რამდენი პატიმარი ყავდა, საერთოდ რა ხდებოდა მაშინ ეს საკუთარ ტყავზეც აგვაქვს მეტნაკლებად ნაწუნევი, არ გვკლებია ბევრი რამ რეპრესიებისა, თუმცა ჩვენი რამოსატანია, როცა ხალხი, ადამიანები ზოგი ხელფეხშეკრული შემოდეს, მათი გვამები, უფალმა მოიხსენიოს ეს ადამიანები და რა ვიცი, ზოგი ცემაში შემოაკვდებოდა და ასე შემდეგ. ვინ იფიქრებდა პატივცემულო ტელემაყურებლებო, რომ აი ეს თვითონ ჯერ იმ რეჟიმის არქიტექტორები არ იფიქრებდნენ, რომ რაც დაემართათ, ხო? მათ კი აღიარეს შეცდომები და აღიარეს, ხო, რომ ეს დანაშაულის საპირწონე შეცდომები იყო და მათ უკვე ფიზიკურად აღარ შეეძლოთ ხელისუფლებაში ყოფნა, რამე თუ მოხდა ლუსტრაცია ბევრი რამისა და ეს ბოლო აკორდი, თქვათ ასე, იყო ზუსტად ის, რაც ამ ერთობამ კონკრეტულად პატრიოტთა ალიანსმა, ქალბატონი ირმას, ბატონი დავითის ხელმძღვანელობით, ვიცით ჩვენ, როგორი ფარდა ჩამოხადა იმ სისაძაგლეს და იმ მართლა აღვირახსნილებას, რაც მიმდინარეობდა ციხეებში და არა მარტო ციხეებში, მინდა გითხრათ. მე ჯერ ეს ერთობა იმით გამოირჩევა, რომ ქულების მოსაპოვებლად არ საუბრობს, ან რა ქულა უნდა მოიპოვო დღეს ჩვენთვის დიდი ხნით გარდაცვლილი ძალის, ასე ვთქვათ, აუგად მოხსენიებით.
ჩვენთვის დიდი ხნის განმავლობაში პოლიტიკურად აღსრულებული და განადგურებული პოლიტიკური ძალის, ასე ვთქვათ, ლანძღვაგინებით და ლანძღვაგინება შორს იყოს, ხო, ჩვენგან და არის კიდევაც. ეს კონკრეტულად ოფიციოზი ბრძანდება ამ პედესტალზე, რომ ის და ასე ვთქვათ, ამპლუაში, რომ რა თქმა უნდა, კვლავ მათ ფონზე წარმოჩენა სურთ, მათ კვლავ და კვლავ, მაგრამ ეს აღარ იყიდება, მინდა გითხრათ, პატივცემულებო, რამე თუ მათ ფონზეც ვეღარ ჩანხართ კარგად და მართლაც როგორც ისინი ვერ იფიქრებდნენ, როგორც დაასრულეს, მაგრამ ვინ დაასრულებია უთარ. ეს ჩვენ დაუსვით წერტილი, მაგრამ თურმე მრავალი წერტილი ყოფილა. მრავალი წერტილი დაუსვა, შემდეგ პატივცემულმა ოცნებამ მათ არსებობას და ასე შემდეგ თავიანთი რიგებიც გამოტენეს აი ამ პორტირებულებით და ერთი სისტემაა და ვინ იფიქრებდა ასევე პატივცემულებო რომ 13 წლის განმავლობაში სისტემა არ შეიცვლებოდა. არავინ მითხრას ეხლა რა იგივე ხდება ციხეებში, არავინ მითხრას ეხლა რა იგივე ხდება იქ, აქ. მეგობრებო, ციხეებში იგივე არ ხდება, კი ბატონო. მაგრამ ციხეებში კვლავ იმყოფებიან უკანონო პატიმრები, უკანონოდ დაკავებული პატიმრები, დიახ, სინდისის პატიმრები. ციხეებში კვლავ მიმდინარეობს, შეიძლება არა იმ მასშტაბის, მაგრამ კვლავ მიმდინარეობს ადამიანთა ტანჯვა, მათი აი ბოლო, ასე ვთქვათ, მათ ნაირფეროვანი აქვთ მეთოდები და ლამის დააინვალიდეს ახლა რამოდენიმე თუ უცქერთ მასმედიას შეიტყობდით, ხომ? ამას იმედზე არ ამბობენ მაინც და მაინც, მაგრამ დანარჩენი ყველა მასმედია მეტნაკლებად აღნიშნავს, რომ ციხეშიც ძალმომრეობა გრძელდება. ნოემბერ-დეკემბრის პერიპეტიები კი ეს არის მათი, როგორ გითხრათ, ის ნიშა, რაც 13 წლის თავზე მათ მიაღწიეს. ეს არის მათი ზენიტი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მიღწევისა და პოლიტიკური სიმაღლისა. სასამართლო სისტემაზე საუბრობდით და მოშლილი ერთ კაცს ემსახურება უთარ. ეხლა კობახიძის ბრიფინგი იყო. კობახიძის ბრიფინგი იყო, რა გითხრათ ბატონებო, აი გულის ტკივილით ვამბობ, არავინ იფიქროს და არავინ გაბედოს, რომ აქ კონკრეტულად ტროლებზე და ბოტებზე არ არის საუბარი, რომელიც ოცნებას n რაოდენობით ყავს. ამაშიც კი ძალიან ტყუპის ძალივით ხართ გვანები წინა რეჟიმის, ხო? და იქ დაუშვათ შემოგზავნა, იქ ზარი ეთერში ცოტა სხვა შინაარსის და არავინ გაბედოს, რომ აი ეს პოლიტერთობა და პატრიოტთა ალიანსი ოდნავ მაინც ფიქრათაც გააიგიოს ნაციონალურ მოძრაობასთან. ნაციონალური მოძრაობა თავისი ანასხლეტებით და წერტილს დავსვავ ამ წინადადების ბოლოს, რა თქმა უნდა, აღარ გავაგრძელებ და პლუს მათ თქვენ მეოცნებებო ხართ ჩვენი ქვეყნისთვის ერთი და იგივე რეჟიმი და წერტილი. რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, კობახიძეს განცხადება იყო ნიმუში იმისა, თუ როგორი არ შეიძლება იყოს განცხადება, როგორი არ შეიძლება იყოს ბრიფინგი საერთოდ და საზოგადოების წინაშე წარმოჩენა. როგორი არ შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან, რანგიდან გაკეთებული განცხადებები და ასე შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ ამის ნიმუშად შეიძლება მოვეაზროთ, უпроსტურად შევხედოთ, ძალზედ ლამის იქვითინა იმის შესახებ თუ რუსეთის რა ბედი ეწეოდა, ჩვენ ყველას ბედი ღბალზე ვწუხართ, მაგრამ უპირატესად და უმეტესწილად საკუთარ ბედი ღბალზე ვიწუხოთ. თქვენ რომელთაც ლეთარგია და ერთგვარი გაუტკივარება დაიმართეთ სულიერი, როცა საერთოდ მართლაც მაჯა პულსი არ გესინჯებათ იმასთან მიმართებაში საქართველოში რა ამბებიც დაატრიალეთ. ეს თანახმად ბატონი დავითისა თარხანმა ურავმა ბრძანა არაერთხელ. ეხლა ხანს ეთერშიც ბრძანდებოდა. ეს ფეოდალური წყობაა, ჩვეულებრივად ფეოდალებად ჩამოყალიბებული პერსონები არიან. ოღონდ ვაი ამათ ფეოდალიზმს, კაცო, ფეოდალები იყვნენ, აზანზარებდნენ მთელ დუნიას. ხო, გესმის რა ეპოქა იყო, ხო? არანაირი ფანჯარა, არანაირი კომუნიკაცია, რომელი ტელეფონი და ასე შემდეგ, ხმლის ეპოქაა, მაგრამ პიროვნებები იყვნენ, პიროვნებები. დიახ, განსხვავებით თქვენგან.
ასევე მინდა გითხრათ, რომ ესე იგი, ჩვენი საბანკო სისტემა, ჯანდაცვის სისტემა, თითქმის ყველა ინსტიტუცია, არა, მაპატიეთ სტრუქტურა, ინსტიტუცია, ეს განსაკუთრებული დეფინიცია თავისი შინაარსი და ჩვენთან ინსტიტუტების მხოლოდ რღვევა სახეზე. ყველა სტრუქტურა მეტნაკლებად, ან სტრუქტურის მაგვარი მიბმულია საერთოდ დასავლეთს და დიდი ხანია მიბმულია, იცით? თლიანად ჩახსნას ფიზიკურადაც ვერ მოახერხებთ და ამის გამო ერთგვარი სირაქლემას პოზიცია გიკავიათ, იცით? ძალზედ სამარცხვინო იყო დასავლეთისგან და კონკრეტულად ევროკომისიისგან წამოსული ბრძანებები და კონკრეტულად ერთი პუნქტი. შეიძლება დაისვას საკითხი ოთარ, რომ აი რატომ რა არის ის დასავლეთმა ჩვენი განწყობა ამ LGBT და მსგავს თემატიკასთან მიმართებით? არის ის დასავლეთმა, რომელიც უშუალო დირიჟორობით ხდებოდა, ხო, მაგ ელჩებიც დიდ მონაწილეობას ღებულობდნენ, დეგნანი იყო უშუალოდ მისი ქოლგის ქვეშ და მისი ასე ვთქვათ, მისი დირიჟორობით და რეჟისორ სცენარიც მისი იყო. ამის იყვნენ სინდისის პატიმრები, გამწესებულები ციხეებში, კაცო, ეს 5-6 ივლისის ამბებია, ხო? ასე რომ ძალზედ სამარცხვინო იყო კიდევ იმ პუნქტის შეტანა და ჩდება კითხვა, თუ იცოდა ევროპამ და დასავლეთმა უწყებამ, დასავლეთის უწყებამ, ხო, საგარეო, ასე უпростоრად ევროკომისიამ. კაია კალასია საუბარი, მაგრამ იქ მარტო კაია კალასი არ არის, იქ სტრუქტურაა და რა თქმა უნდა ეს ქალბატონი საგარეო საქმეთა მინისტრია ევროპის, შეიძლება ასე ჩავთვალოთ. და დაყრდნობით თავის კოლეგებზე აკეთებს ესეთ რეზიუმეს და გიგზავნით როგორც კვლავ ყმებს ბატონებო, ყმებს. მათ შეეძლოთ ეს პუნქტი არ შეეტანათ, იცით? მაგრამ იმდენად მიჩვეულნი არიან თქვენგან მონურ მსახურებას, რასაც სულ გეტყვით, რომ დანაშაული იყო ეს თქვენი და არის ერის წინაშე. რომ როცა ეგრეთ წოდებული deep state თქვენს ენაზე გმართავდათ, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ხაზს უსვავ. და კვლავ იგივე ყმებად გთვლიან, იცით? გაურჩებულ ყმებად და კიდევ გეუბნებიან LGBT, აბა როგორ, კაცო, სადაც გუნდა, როგორც უნდათ, ისე უნდა ჩაატარონ და ასე შემდეგ, ხომ? ეს მოიაზრება იმ 8 უბრალოდ იმ მე-7 პუნქტში თუ რომელიც არის ნუმერაციით ახლა რა მნიშვნელობა აქვს. თქვენ რომ ყოფნიდეთ კეთილგონიერება და საერთოდ პოლიტიკური ალღო, ეროვნულობის რაღაც ნატამალი და დიპლომატია, რაც უმთავრესია, დამეთანხმება აგერ დიპლომატია და საკმაოდ წარმატებული და კვალიფიციური ბატონი ოთარი, რომ ბატონებო, ჩვენ შევასრულებთ იმ პუნქტს, რომელიც მართლაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა ჩვენი ერისთვის. ერთს, მეორეს, მესამეს, შეიძლება მეოთხეს, მაგრამ აი იმ პუნქტებს, რომელიც ჩვენს მენტალურ, ასე ვთქვათ, მართლაც ანტაგონიზმს და რეალურად მიუღებლობას წარმოშობს და რეალურადაც ასე არის და ასე იყო ყოველთვის, ამას ვერ მივიღებთ ბატონებო. კომუნიკაცია, ურთიერთობა, დიპლომატია, იცით, და არა წერილის არ მიღება, და არა დელეგაცია ჩამოვიდა და არ გღებულობ. ვინ ახარ? გავიგე, რომ რაღაც აღმოჩენა გაკეთებული მამაკაც რძე აქვსო. გავიგე, რომ შენი რძით ოლიგარქის რძით გამოკვებილნი ხართ, მაგრამ ასეთი რაშხამი და ტოქსინი აქვს იმ რძეს, რომ გონება დაგიბნელათ და საერთოდ ხოლოდ მერკანტელიისკენ და ამ ჰედონურ ჭაობში ერთმანეთს ძირავთ. ეხლა ერთმანეთს ეჭიდებიან არასაშველად. არამედ ერთმანეთის ეურჩებიან და ერთმანეთს, ასე ვთქვათ, კომპრომატებს უგროვებენ, აკავებენ და ემზადებიან დასაკავებლად, ხომ, ვითომ კორუფციასთან ბრძოლის სახელით. და კი ვერ ხვდებიან, რომ ამ ჭაობში ერთმანეთთან კინკლაობით უფრო მეტად იძირებიან, გესმით? დაუხმარებლად, ყველასგან დაუხმარებლად, თვით გამანადგურებელი რეჟიმი გაქვთ ჩართული, რაც ასევე ძალზედ სამწუხაროა ჩემი ქვეყნისათვის, ჩვენი ქვეყნისათვის. ახალგაზრდებს რა მაგალითს აძლევთ?
აი მომავალ თაობას, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ უსამართლობის, შერჩევითის სამართლის, უკანონობის, უთავმოყვარეობის, დილეტანტიზმის, ქალის მიმართ გამოხატული არატრადიციული მიდგომების, ხომ? ეხლა ქალბატონიც არის და ქალბატონიცო იტყვიან, მაგრამ კონკრეტულად ერთი პედაგოგია, მეორე ჟურნალისტია, ხელით სილით შეეხნენ, ხომ? ერთი მანდატურს პედაგოგია კიდევ დაკავებული კაცო, ქალბატონი ნანა, თუ არ ვცდები, შემინდო შენდობას ვითხოვ. ალბათ სიცხის ბრალია, რო გადამავიწყდა. მაგრამ იცი საზოგადოებამ ვიზეთ საუბრობ, სასამართლო პროცესი ხო ვაკხანალია და იქ რაღაც რეაქცია როგორც კი ამ პედაგოგმა, მასწავლებელმა როგორც კი ასე ვთქვათ, გამოიყენა, უпростоრად რეაქციული იყო, ხო, რაღაც რეაქცია გამოხატა, რა თქმა უნდა, ეს დასჯადი და ეხლა საპატიმროშია. ასევე ამაღლობელზე, ხო, ეს რომელ ქართულ ასე ვთქვათ, ღირებულებას წარმოადგენს, ქალისგან სილის გაწვნა მიიღო, მერე ლოყა აიტკიო თანამდებობის პირმა, პასტა ხელიდან ვერ გაგაგდებინონ და ასე შემდეგ და არაადეკვატური სასჯელი მისცე ქალბატონს. ბევრია ოთარ ჩემო კარგო სათქმელი, შიდა ქაოსი, მიგრაცია ხომ საერთოდ ცუნამია, ეს გუშინ მიგრაციასაც ვრცელი თემა დაუთმეთ, რომ არ მოხდეს ახლა ერთგვარი ტავტოლოგიური გამეორებები, თუმცა სიტყვებს ერთი და იგივეს, რა თქმა უნდა ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ ხშირად ვიტყვით, ხშირად არა მხოლოდ ვიტყვით და გამხელთ, არამედ მოვძებნით და ვეძიებთ გზებს, თუ როგორ შეგასმენინოთ და თუ ვერ შეისმენთ, როგორ მშვიდობიანად ჩამოგაშოროთ. თუმცა, რაც თავში აღვნიშნე, თუ შუაში თქვენ იმდენად თვითგამანადგურებელი რეჟიმი გაქვთ ჩართული სამწუხაროდ, რომ დახმარება თითქმის აღარავისი აღარ გჭირდებათ. ბატონო თარ, გარეთ ხდება, შიგნით რო ხდება, ვიცით და რამდენი არ გვითქვამს კიდევ, ხო, დღეს, მაგრამ გარეთ ძალზე დრამატიზირებულია და როგორ გითხრათ, იმ ფაზაშია შესული თითქოს აი მეძებარი ძაღლი რომ ნახტომისთვის ემზადება. მსხვერპლს უყურებს და თითქოს ნახტომისთვის ემზადება ჩასაფრებული მთელი კაცობრიობა და განსაკუთრებით იმ სარტყელში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით ეხლა და ეს კიდევ ახალ უდიდესი გამოწვევა იმის მაგივრად რომ მშვიდობის მყოფელობა გამოიჩინო, გულის დათუთქვას და მხარეთ წარმოჩენას ლამობ, ხო? და არავის არ დავიწყებია კიდევ თემურლენგის შემკობა და ასე შემდეგ თქვენს მიერ. თუ შეიძლება თქვენი ასე ვთქვათ, საინტერესო სიტყვით მიმართეთ საზოგადოებას, მეც ინტერესით მოგისმენთ, რა თქმა უნდა. მივესალმები ჩვენს ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს და მართლა ძალიან ძიმე შეფასებები გააკეთე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მართლა ძალიან რთული სიტუაცია, ის რასაც უყურებთ ახლა ევროპარლამენტში, რომელმაც 31 აგვისტომდე მისცა ჩვენ ხელისუფლებას ვადა იმისთვის, რომ ეს 8 პუნქტიანი გეგმა შეასრულოს და ამის შემსრულებელს ეს ხელისუფლება ნამდვილად არ გავს და ეს დღეს კარგად გამოჩნდა პრემიერ-მინისტრის შეფასებისას, რომელმაც თქვა, რომ არანაირ ეგზისტენციალურ საფრთხეს არ წარმოადგენს ის ამბავი, თურმე რომ ვიზა ლიბერალიზაცია შეუჩერდეს ქვეყანას და ან ქვეყანამ დაკარგოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. სამართლიანო განცხადება. ჩვენ კარგად გვახსოვს 2017 წელს, როცა ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ვიზა ლიბერალიზაცია, ამ ხელისუფლების აღტკინება და სიხარული და მათი განცხადებები, რომ ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ქართული ოცნების, რაც შეეძლოთ მათ გაეკეთებიათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და დღეს თურმე გამოდის, რომ ეს არაფერი არ ყოფილა და ამას მივაქცევთ ყურადღებას. აქ მართლაც ძალიან რთული პროცესები წავა, რატო ვერაცნობიერებს ამას
ეს ხელისუფლება ნამდვილად არ მესმის, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობის 70% სწორედ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და პირველი დარტყმა ეკონომიკური სწორედ იქნება ამ თვალსაზრისით უვიზო მიმოსვლა, რა თქმა უნდა, ხელშეუშლის იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ევროპაში და ეს არის 300,000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე და მათი ნათესავები, რომლებიც ხშირად ჩადიან, იღებულობენ განათლებას, ასევე მაშინ როდესაც ჭირდებათ რაღაც გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, ჩვენ ვიცით, რომ ახლა რა თქმა უნდა ევროპაში გაცილებით მაღალი სამედიცინო სერვისი არის და ჩვენი ხალხი ყოველთვის ცდილობს, ვისაც საშუალება აქვს და ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა ამ ვიზა ლიბერალიზაციით საშუალება, რომ ჩავიდეს ევროპაში და იქ მიიღოს ესე იგი სამედიცინო სერვისები და რა თქმა უნდა ეს ძალიან მძიმედ დაარტყავს ჩვენ ტურისტულ სექტორს, იმიტომ რომ ეს მიმოსვლა, ეს ჩვენი ავიაკომპანიები ძალიან სერიოზულ დარტყმას მიიღებენ, იმიტომ რომ ეს ინტენსივობა რა თქმა უნდა შემცირდება აუცილებლად ევროპის ქვეყნებში და ძალიან მთელი რიგი დარგები მართლაც ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან. ზარია და ხო არ შემოუშვა. ზარია ეთერში შემოუშვათ და მერე გააგრძელე უკან. დიახ, გისმენთ ეთერში ხართ. ბატონო ბეხა. გამარჯობათ. ალო. გისმენთ. გამარჯობათ, ისმის თქვენი ხმა. ალო. დიახ, ისმის. ბატონო ბეხა. დიახ. ისმის ბრძანეთ, ისმის ეთერში ხართ. ბატონო ბეხა. დიახ, გენაცვალე, რამ გამაბატონა ასე სამჯერ? გისმენ თქვენი ჭირიმე. თავად ბატონო. ხო, თქვენს უკეთეს. ალო. დიახ, ეთერში ხართ. ალო. არის მის თუ რა ხდება? ჩვენი ხმა გესმით ბატონო? ხო, რაღაც ტექნიკური პრობლემაა სამწუხაროდ. დიახ, იქნებ შეეცადოთ რა, რომ ხელმეორედ დარეკოთ ბატონო ჩემო. აი ზარია კვლავ და აბა იქნებ ეს პიროვნებაა. გისმენთ? გისმენთ? მოგესალმებით ბატონებო. მოგესალმებით. მე ბატონები კაცებს განებდით წერან რომ ეს ზიამაღლობებზე ამბობდით რომ ის არის დაჭერილიო აი არაფრის გულისხმობ მოკლედ ესე ბძანენ ასე არ მithkoms ხო როგორც ამბობდით მოკლედ ამბობდით რომ არასწორად არის დაჭერილი და არ უნდა იყოს დაჭერილი დიახ თქვენ რა გსურთ ის მითხარით და გავიგებთ მე თქვენ შეფასებას მე მიაკეთებდი ბატონო დეკა და ბატონო ოთა ის რა ქვია განა რამე ექინა იმ პოლიციას მაგრამ ჩვენ ეს არის პოლიციების მინდირის შელახვა აბა თქვენ ჩემზე უკეთესად იცით ეთი თითის რომ მიაყან იმაში ამერიკაში და იმაში ევროკავშირში და საფრანგეთში და ყველგან თუ აპატიებენ უცხოური ქვეყნები. ხალბატონო არ გახვიდეთ ეთერიდან. ფურთხევსი შეიძლება ფურთხევსის მისაღებია თქო? ეს მეორე კიდე თქვენ კიდე ბრძანებდით ბატონო ბექა წერან რომ არისო სინდისის პატიმრებიო. დიახ. სინდისის პატიმრები როგორ არიან? როცა ნაციონალები და მისი სატელიტები დაუძახებენ გადიან იმაში არა ხართ მართალი ხალბატონო ხართ ტენდენციური გისმენთ გისმენთ დიახ თუნდაც ხო რო გადიან ნაციონალების დაძახილებზე და მისი სატელიტები იქ რომ რეჟიმის წლებს ხმარობს თავრობა ყავის ჭავს გასუსებს ხო სახიჩდებიან ესენი ბავშვები და კომიჩერენ აი ვისაც გახავს დაკვეთა ვისაც არ ისინი იმალებიან, ჭიში არიან და ის პოლიტიკოსები ძალიან კარგად არიან. როდესაც სათავეში მოდიან, აი ცხოვრება იმათ აქვს, ყველაფერი უფლოსობა იმათ აქვს და მოსახლეობაზე გადადის ყველაფერი ცუდი. რატომ გავიდნენ მათ დაძახილზე? აი ძალიან ვთქვათ რომ მიპასუხოს და თანასწორად უნდა გავიდნენ და კარგი
პოლიტიკოსებისთვის. კარგი, არ გახვიდეთ ეთერიდან, კაცო. თუ დიალოგი გვინდა, მეც მაცალეთ რა. თუ დიალოგი გვინდა, მეც მაცალეთ. თან დროც დავზოგოთ, სხვამაც უნდა დაარეკოს. ეს არ არის ის საკითხი, სადაც მე ასევე გრძელვადიანად უნდა გიპასუხოთ. სულ ერთი წინადადებით გეტყვით და წერტილს დავსვავ. აი გახვედით ეთერიდან, გაითიშაო, ხო? აი დაგვიწერეს. რა ვიცი, ალბათ გქონდათ ესეთი შესაბამისი ტაქტიკა. სხვას აღარაფერს გაკადრებთ, რომ აუცილებლად ასე უნდა გეთქვათ. რომ აფურთხებენ პატიმრებს ციხეებში, შეურაცხყოფას ღირსების შემლახველ ქმედებებს რომ ჩადიან, ესენი ვინ არიან? ნაციონალები? ნაციონალებს ჩვენ მივაყარეთ უკვე მიწა, მაგრამ თქვენმა ბელადმა და თქვენმა ოლიგარქმა გააცოცხლა. წერტილი. დიახ, გააგრძელეთ. ხო, ცოტა მართლაც ტენდენციურია, მესმის, რომ რაღაც არ შეიძლება პოლიციელისთვის სილის გაწვნა, არ შეიძლება მოლოტოვის კოქტეილის სროლა, ქალბატონო, ვიცით ეს, რომ არ შეიძლება ეს დასჯადი ქმედება, მაგრამ ეს არის სრულიად არაპროპორციული ძალა და ამის ასე გამოყენება, მაგალითად 18-19 წლის ბავშვს 5-6 წელიწადს რო უჯდა, როცა მაგალითად იგივე სააკაშვილის დროს გირგვლიანის კვლელები წელიწად ნახევარში სახლში გაუშვეს, ეხლა რა შედარებაა, ხო? რასაც ვებრძოდით მაშინ, იგივეს იმეორებენ პრაქტიკულად ესენი. ლინჩის წესი დააკანონეს. გიორგი ბაჩიაშვილის სხეულის დაზიანება, არ ვიცი როგორ თქვა, გალახვა ციხეში შეგზავნა იქ სასტიკი გასწორება. ხო, სასტიკად რო გაუსწორდნენ და დაასახიჩრეს ეს ადამიანი, ეს რა ვიცი, ხა რასაც ვებრძოდით. ნორმალურია ეს. ეხლა რანაირად უნდა მოვიწონოთ ეს ამბავი. ეს ხო ვიცით, რომ ეს შეგზავნილია და ის სპეცსამსახურის წარმომადგენელია, ეს რა თუნდა ამას, ეს არის ვიპ პატიმარი და როგორ შეიძლება ასე ყურადღების მოდუნება ასეთ პატიმარზე, რომელიც რომ პოლიციის მუნდირიაო. პოლიციის მუნდირს თვითონ ოფიციოზი ოცნება რომ ლახავს და შეურაცხყოფს, ისე ვინ შეურაცხყოფს თქვენი ჭირიმით. ამ უკანონო ბრძანებებით ოთარ, ამ ცრუ მოწმეებით. ერთი პოლიციელი არ გვინახავს, ვინც მაგალითად 3 ჟურნალისტი დაასახიჩრა, ვინც 10-ობით ადამიანი გალახა სასტიკად. და ხედავდით ჩვენ კლინიკებიდან იყო პირდაპირი ჩართვები, რას დაამსგავსეს ეს ხალხი. არც ერთი პოლიციელი ამისთვის არ დასჯილა. კი ბატონო, ასე რომ ძალზე ტენდენციური იყო. ცალკარში თამაში ხო არ შეიძლება, ქალბატონო? კი ბატონო. ცოტა სამართლიანები ხო უნდა ვიყოთ. აუცილებლად. ზარია. მობრძანდით ეთერში ხართ. საღამომშვიდობის. ორ კითხვა მაქვს რა. პირველი ლევან ჩაჩუას ჩამცელობის მდგომარეობა მაინტერესებს. ეგ არა ძალიან ბევრს. დიახ, გენაცვალე. და მეორეც კვირას 7 საათზე ალკინფოს ბიჭები, კონსერვატორები აწყობენ მიტინგს ამ მიგრაციასთან დაკავშირებით. თუ აი რიგითი როგორც რიგითი ქართველები მაინც შევუერთდით. დიდი მადლობა. გაიხარეთ. ეს არ გახვედით უკვე ეთერში ხო აბრძანდებით კვლავ? გასულია. კვირას ატარებენ მიტინგს? მე ნამდვილად არ ვიცი. იცით, მე არ ვიცი, სადაც არ უნდა ჩატარდეს ახლა ეს მოთხოვნები, რომელიც ფორმულირებულია დიდი ხანია ვიცით. ჩვენი ასე ვთქვათ, განწყობა და ჩვენი მართლაც მიუღებლობა საჯაროდ გვაქვს დაფიქსირებული, არა მხოლოდ ალტინფოს, ჩვენ ალტინფოსთან ერთად ჩვენ თანამებრძოლები ვიყავით და ვიქნებით, რა თქმა უნდა, როცა საერთო სატკივარზე გამოვალთ ერთად. როგორც რიგითი ქართველები, ასე რომ მოვიქცეთ ყველანი, ძალიან კარგი იქნება, არა მხოლოდ მიტინგზე დგომით, არამედ საერთოდ ყველა პოზიციონირებაში, რადგან ჩემი მეგობრის მამამ თქვა ერთხელ ერთი ადამიანი დააწინაურეს უმნიშვნელოდ და ვერ შენიშნა ქალაქში რა. ვერ შენიშნა და რომ დაეწია, შემოატრიალა. კარგიო, გაერთიანებული საპირფარეშოების უფროსად რო დაენიშნეთო, ამასაც შეიფერებდიო. ქართველების სენია, რიგითობა არის უმთავრესი და გადამწყვეტი გეთანხმება. ისე გადავხედა ეს შემოსული ხალხი 1 საათის წინ ერთმა უცხოელმა მეორეს დაუშინა იარაღი პირდაპირ ბათუმში რესტორანში და ჩაცხრილა. გასაგები არ მიკვირს. ლევან ჩაჩუას რაც შეეხება თქვენი ჭირიმე, დიდი მადლობა მოკითხვისათვის. ლევანი ჩვენი ძმა, ჩვენი თანამებრძოლი, ხშირად კონტაქტზე ვართ. ლევანი ებრძვის უფლით, თავისი მხნეობით, აი იმ ტკივილიან გამოწვევას, რაც აქვს იმ პრობლემას და
იმედს ვიტოვებთ ძალიან დიდს, რომ ის მალე უნდა შემოგვიერთდეს. ეს არ იქნება ახლა დაუშვათ 2 და 3 დღე, მაგრამ აი იმ დროს როგორც უფალი ინებებს თქვენი ჭირიმეთ. დიდი მადლობა და ლევონს მოკითხვა გადავცემ ყველა სახელით. ზარია ეთერში მოგძანეთ. საღამომშვიდობის ბატონებო. საღამომშვიდობის. ბატონებო, მე ამ ქალბატონებს ქალბატონებად არ ავთვლი. ძალიან ცუდია ქალბატონის ციხეში. ძალიან სასინელი სანახავია, მაგრამ რასაც რუსთაველზეც ხედავდით, წინა გამოსვლაზე რო დაესაჯა ესენი მთავრობას, ამისთან ამბას არ მოაწყობდნენ. ჯერ რა შექმნეს ბავშვებიო, ამბობთ, ბავშვი მე ვიცი წიგნთან. ბავშვი მე ვიცი სახში, იქ რო გამოდიხარ და იმას ისური მოლოტოვის კოქტეილს აღარ ხარ ის ბავშვი. ქალბატონო არ გახვიდეთ ეთერიდან, ხო? თქვენმა ბავშვმა რო დააშავო სახში გალახავთ ისე რომ უმოწყალოდ როგორც ესენი აკეთებენ. და გამოვიდეს და იყო თქვენი გამოსვლები. იყო რომელიც სააკაშვილის მთავრობა მისე დაარბია მშვიდობიანი, მართლა მშვიდობიანი ის რო ერთად პარლამენტისაც არ არის. მშვიდობიანი და არის დასჯადი. მაგრამ არც ამ მთავრობას ვამართლებ არავის არ შეგვიძლია. აი რაში არ ამართლებთ ამ მთავრობას? რაში არ ვამართლებ? 2012 წელს რომ მობრძანდი ბატონო და დაისვი ისენი გვერდით და დაგვასვი თავზე და ერი გაყავი შუაზე და ისინი დღეს შაჰის კარზე დადიან. მე ევროპარლამენტის შაჰის კარს მაგონებ. არ კონდეს არ ყავდეს პოლიცია. მე გიბრძანებ გამოუშვი. არ კონდეს შენი სასამართლო. არ კონდეს იარაღი და როცა გიბრძანებ ომში ჩაე. შეცდომაში ხართ ქალბატონო, არ გათიშოთ რა, კონდეს კომუნიკაცია, მე არ დაგღლით საუბრით. კი ბატონო. შეცდომაში ხართ და რატომ? არც ერთი ევროპელი, რომელიცაც დაეჯერება პასუხისმგებლიან პოლიტიკოსზე მაქვს საუბარი. და არა იმათზე ახლა ვინც ასე ვთქვათ პოლიტიკოსობს და რეალურად არც რეზონანსულია და არც ასე შემდეგ ასეთებიც აყავთ ევროპას. არც ერთი არ გვეუბნება ჩვენ რომ პოლიცია არ ყავდეს, პატიმრები ყავდეს თუ პატიმრებიც არ ყავდეს და ასე შემდეგ. ეს იმდენად ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია და ამის იდეოლოგებმა ეთყობა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, რადგან თქვენ საუბრობთ ასე. და ისე თქვენი ბატონებო ძალიან ცდები. თქვენი არა, თქვენი პასუხით რომ თქვენ რაც არ მოგწონთ ოცნების რომ აი გვერდზე დაისვეს, არ გაასამართლეს, არც რეჟიმი, არც საერთოდ პიროვნებები, რომლებიც პოლიტიკურად საერთოდ აღარ უნდა ყოფილიყვნენ არენაზე და სცენაზე, ეხლა ერთად ათქვეფილნი არიან და ერი გაყვეს შუაზეო ბრძანებთ. ქალბატონო, კრიმინალ რეჟიმს რომელთანაც კოლაბორაციაში იმყოფები, ხო? ოფიციოზო და ერთ შუაზე გაყოფ. თქვენ როგორ ფიქრობთ? ამ ადამიანებს ეს ორი მინუსი და შეცდომა აქვთ ხოლოდ? მე ქალბატონი ხართ და თქვენ რაც არ უნდა მითხრათ, მე მაინც დიდი პატივისცემით მოგმართავთ და მადლობასაც გადაგიხდით. მე კი არ ვამბობ რომ გაწუნა სილისა ეს მისაღები ფორმაა და არც იმ ბავშვებზე ვაპელირებ. ბავშვი არ არის არც მზია ამაღლობელი და არც ის ქალბატონი პედაგოგი, რომელმაც გამწარებულმა რეაქცია გამოხატა. მაინც და მაინც ჩვენი შვილი უნდა იყოს დაკავებული? მაინც და მაინც ჩვენი შვილი უნდა იყოს ძულებში დამტვრეული? არა ბატონო, მაგრამ მე ჩემი შვილი რომ მომივიდა მასწავლებლიდან წაკეთებული წავიდეთო, მე უთხარი ჯერ რა აშენე მიჩვენე და მე დაანგრიემეთ. კი პარლამენტი დავანგრიეთო, მასწავლებელი ეუბნებოდა. და ჯერ რა აშენე ის მითხარი და მე რაც დაანგრევმეთ კი. გასაგებია, მაგრამ უბრალოდ ძალიან ფაქიზად უნდა ვიყოთ. არიან მხარეები და არიან სრულიად ჯანსაღი ახალგაზრდობა, რომელ ახალგაზრდობასაც თქვენ რაც ბრძანეთ, მე არაფერს დავამატებ. ხელისუფლება მაჩვენა, რომ კრიმინალი ძალა კოლაბორაციაშია მათთან, თანამშრომლობს და ერი გაყო შუაზე თქვენი სიტყვებია. ამას რომ ახალგაზრდებს აჩვენებთ, თქვენ როგორ ფიქრობთ? მარტო ნაციონალების ახალგაზრდები გამოვლენ, რომლებიც თქვენ არ მოგწონთ. არც მე მომწონს მაინც და მაინც, მაგრამ ის ახალგაზრდა ჩვენი ბრალეულობითაა გზაშეცდენილი. მაგრამ ეს სხვა თემაა, კიდევ ვისაუბროთ. მაგრამ გამოდიან არა მხარეთ მყოფი ახალგაზრდები, სრულიად ჯანსაღი ლექსიკის
და ქვეყანაზე მოწუხარი და ოჯახში გაზრდილი ადამიანები. იმათ უნდა უსმენდნენ. ბატონო? იმათ უნდა უსმენდნენ, ბატონო. კეთილი, ანუ საერთო შეხების წერტილი მოუძებნეთ, ხო, ჩვენ ქალბატონო? მე არ ვარ ამ მთავრობის მეხუთე კი არა ვარ, აღარ უსმენ და ამათი მოსმენა არ მინდა, მაგრამ ასე ერთმანეთთან მიდგომა არ შეიძლება. გასაგებია, მადლობა ქალბატონო. ხო არაფერის დამატება გსურთ თქვენ? ამ მთავრობამ იმდენი ცუდი გააკეთა, დღეს თავის სიცუდიდან ვეღარ გამოდის. გასაგებია, აი თქვენ უფრო მეტ საუბრობთ ამ მთავრობაზე, ვიდრე მე და ოთარი. ჩვენი მომხრე ყოფილა. ჩვენი მომხრე ყოფილი ხართ და ჩვენ თქვენი მომხრე ვართ. როგორ არა ვარ, მაგრამ არეულობის მომხრე არა ვარ და შაჰის კარზე შეარულის მომხრე. ჯვარი გწერია არეულობისაგან ქალბატონო, რა თვითონ მიყავთ ეს პროცესები აქეთკენ. ჯვარი გწერია არეულობისაგან, რას ბრძანებთ? მადლობა ქალბატონს ზარისათვის და არეულობის მომხრე არა ვარო ქალბატონმა და ვინ არის წარმოიდგინეთ რა ამბავი ატყდება 31 ივნის მართლაც თუ აგვისტოს თუ ევროპარლამენტმა მართლაც ეს გადაწყვეტილება მიიღო და ამ გადაწყვეტილებას სჭირდება სულ რაღაც 15 როგორც მინიმუმ 15 ქვეყნის მხარდაჭერა და ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული და არეულობა მე არ ვიცი როგორ რა იქნება აქ როცა ის ხალხი ვინცაც სურვილი აქვს ევროპაში მოხვდეს და ან შეფერხება შეიძლება გაჩნდეს SWIFT-ის გათიშვასთან დაკავშირებით და იქ ვერანაირ საბანკო ოპერაციას რო ვერ განახორციელებთ მე არეულობა და სეირის ყურება მე ნახეთ აქ როგორი და ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ყველაფერი მშვიდად იყოს და რაღაც პრევენციული ზომები იქნას მიღებული არ ვიცი ხალხის მიერ ხელისუფლების მიერ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ იმ პრობლემის ირგვლივ რომელიც დღეს გვაქვს და როგორმე ისე გადავწყვიტოთ რომ არც ჩვენ დაგვწყვეტს გული და არც ევროპარლამენტარებს და არ დავკარგოთ კანდიდატის სტატუსი და ეს ვიზა ლიბერალიზაცია. ზარია ეთერში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ბატონო. გამარჯობათ გენც. აბსოლუტურად სწორად მიგითითათ ახლა ქალბატონმა თქვენ. აბსოლუტურად სწორად. აბა რა კონტექსტში მითხარით რა მაგალითად? რა კონტექსტში რას ნიშნავს? ახლა გამოდიხარ და მზია ამაღლობელი ქალბატონი და ის მეორე პედაგოგი. პედაგოგი ქვია იმ ქალს როგორც მოიქცა სასამართლოში და მზია ამაღლობელს ქალი რა გჭირთ ამისთან? და ჩვენ სასამართლოს რა ქვია ქალბატონო? ლევან მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლო. თქვენ სასამართლოდ მიგაჩნიათ? მაინტერესებს. ეხა მისმინეთ ერთი წუთით რა ისა რა ქვია აღარ აწყობენ სპექტაკლებს რახან აღარ იღებს ტელევიზია და ისტერიკები აღარ არის ხო აღარ აწყობენ ხო და მეორეც ესეთი გულანთებული ნორმალური ახალგაზრდები არსებობენ კიდევ კარგი აი მაგენს არ გვანან რა მართლა ქართველები რომლებიც არასდროს არ დადგებიან მაგენის გვერდზე სამშობლოს მოყვარულები განათლებულები კომუნიკაცია გქონდეს ერთი წამით თუ შეიძლება დადგებიან კოჰაბიტირებულ ქართულ ოცნებასთან მისმინეთ ერთი წუთით რომელმაც ნაციონალები თავზე დაგვასვა აი ასეთ ხალხთან დადგებიან ეგ ახალგაზრდები ლექსიკაზე ვიცანე ორი კვირის წინ ministrად დაგვინიშნა ადეიშვილის მოადგილე აი ამაზე გაგვეცით პასუხი აბა რა შეფასებას გააკეთეთ დაგირეკავ და რამეს განსხვავებულ სიტყვის ეგრევე შეკვეთილი ზარია ის დახე შეკვეთილი რის შეკვეთილი ვერ გავიგე ვინ უნდა შეკვეთილი არის სოფელი სოფელი არის მაგრამ ბევრი შეკვეთილია თქვენ ქალბატონო გააგრძელეთ რა და მე გიპასუხებ ჩვენ თუ არ გაყვეთ ეთერი დავრეკე და მაქსულეს რა უნდა უპასუხო და თქვენ კაცობაზე მელაპარაკებით ვისულეს პირველი ისახართ რა ქვია სტუდია ნომერი 2 თქვენ ახლა იმ ქალების ლუსტრაცია გააკეთეთ, რომელ ქალბატონებსაც თქვენ თვითონ ლანძღავთ და არა ქალებად მოიხსენიეთ. თქვენ მანდილოსანი თუ ხართ, მანდილოსნის მიმართ თანაალმობა უნდა გაგაჩნდეთ. რადგან ის ქალბატონები არც კრიმინალად დაბადებულან და არც კრიმინალად ჩამოყალიბებულან. ის რაც მოხდა, რა თქმა უნდა, იყო გადაცდომა და უნდა იყოს შესატყვისად ადეკვატურად დასჯილი. თქვენ აგეწვათ, რადგან თქვენ თვითონ აღნიშნეთ რომ გადახდილი შეკვეთილი ლექსიკაზე გიცანით ჩვეულებრივად ქალბატონი ხართ და თქვენ სათაყვანებელ ბელადს და მის რეჟიმს არ მიუბაძავთ და გეტყვით კონსტრუქციულად და კორექტულად ძალზედ
დიდ ჭაობშიც გახართ მათთან ერთად. ღმერთმა გიშველოთ და ამოგიყვანოთ. ზარია ეთერში მოვძანდით. ჰალო. გიახ, გამარჯობათ. გამარჯობათ, ბატონო. გაიხარეთ. ისმის შევეკ. ისმის დიახ. ძალიან გული წდება. მithumetes ხმები მხრიდან არ უნდა მიმართოთ ხალბატონს ასეთნაირად. რა მიმართეთ, აბა გავახსენეთ? შემდეგ მეორე. გითხარით რა მიმართეთ, კაცო? როგორ არ მიმართეთ გალანძრეთ ხალბატონს? ჭაობში ზიხართო და ადეიშვილის მოსამართლე დანიშნე. მომისმინეთ კარგად ბატონებო. ადეიშვილის მოადგილეობის განათლების მინისტრად დანიშნეს. რა არია გასაკვირი? იმ დასავლეთმა, რომელი დასავლეთის მიმართ თქვენ ახლა შეკითხვას აგისვამთ. დასუთავა. რომ მიიღეს კანონი, აი ნახეთ, გააუქმეთ ეს სამი კანონიო. თუ გინდა დაბრუნდეთ მოლაპარაკების ველზეო. აი თქვენ რომ იყოთ, ახლა მომისმინეთ კარგად, თქვენ რომ იყოთ ამ კანონის შემოქმედი და დღეს ხელისუფლებაში მიიღებდით ამ კანონს თუ გააუქმებთ. თქვენ იცით რას უგეუბნებით ახლა? თქვენ რომ ყობახიძე იყოთ, თქვენ რომ დინარაძე იყოთო, ჩვენ ვერანაირად არა. რეალურად ხათო საღაც გეუბნებით. დღეს ახ ერის საკითხი წდება და მომავალი თავების საკითხი წდება. რომელიც ცალფეხზე კიდია ყობახიძეს. ჩვენი ერის მომავალი და ჩვენი ქვეყნის. მე გითხარით პირადად თქვენ. ჩაფლული არიან კორუფციაში თავიდან ბოლომდე და არა, ერთი წამით კითხვას ავსვავს, მაგარი შემოსევაა რა. მიდი გენაცვალე. აუქმებდით ამ გეკითხებით, არ შეგიძლია მიპასუხოთ. აბარა კითხვა დასვი მე და გიპასუხო. ხმა რატომ უნდა მოგცეთ? არჩევნებში ხომ მონაწილეო? არა, თქვენგან ისედაც ხმას არ ველით ჩვენ. არ გვინდა თქვენი ხმა. არ გვინდა, არა, არ გვინდა. თითოეულ ბავშვებმა ლგბტ დროშები ძირბინონ? არა, რა ლგბტ დროშებით, კაცო, ეს სისულელეები გამოვიგდოთ თავიდან რა. რა ლგბტ დროშებით, კაცო, მე შეიძლება თქვენ საერთოდ არც მდგარხართ. მე ნახეთ სეირიო. რა სეირი უნდა ნახოთ? სხვის აკრუზე გინდა იარო? იარეთ ირანში, იარეთ ავღანეთში, თქვენ უნდა იაროთ პაკისტანში. არა, ადამიანს გვინდა სიარული ევროპაში. თავი გაგვანებეთ. მისია LGBT ჩვენთვის მიუღებელია, როგორც ყველა ნორმალური ადამიანისთვის. თქვენ იარეთ ავღანეთში, ჩვენ არ გვინდა ეს იქ სიარული. და ამიტომ გვინდა რომ ვიზა ლიბერალიზაცია იყოს შენარჩუნებული. მეორე კითხვაც გაქვთ რამე? არა, ეს ახლა უბრალოდ ეს ველი დაიჭირეს. ჩვეულებრივი თემა, აი პატივცემული. არ გამოახა ეს საუბარი ჩვენთან. მე მინდა ბოდიში მოუხადო იმ ობიექტურ ტელემაყურებელს, რომელიც მართლაც ცდილობს და უნდა რომ დაგვიკავშირდეს, მაგრამ რატომ ვერ ხვდება თქვენი ზარი, მე გეტყვით ძალიან მარტივად. ეს კარგია ეს ყველაფერი. კარგი ის კი არ არის ასეთი აზროვნება და ასეთი ბრმამორჩილება, ასეთი გონებისგან ატროფირება კი არ არის კარგი და ტენდენციურობა. და არც სიბრიყვე კიდევ. კარგი ის არის რომ გვისმენენ. კარგი ის არის რომ უბრალოდ რეალურად მართლა ტკივათ და მართლა ჩვენი მხილება და ჩვენი ობიექტური და სამართლიანი, ასე ვთქვათ, კონსტრუქციული ანტაგონიზმი როგორ გითხრათ, აი ძალზე დაწუხებთ. ესაა კარგი, მაგრამ ცუდი ისაა, რომ თავიანთი ტროლებით და ეხლა მე ყველას ბრალს ვერ დავდებ, მაგრამ 99% ასეთი შინაარსის ზარებისა არის უბრალოდ დაგეშილი, მიქსეული და მობილიზებული. ამიტომ თქვენ ბოდიშ გიხდით პატივცემულებო, რომელთა ზარიც აი საღათ მოაზროვნეთა ვერ ხვდება, რადგან ამათ აქვთ ეს სივრცე დაკავებული, რამე თუ ასეთი მისია აქვთ და დავალება რა. ეს არჩევნების პერიოდში მერე კარტოფილი იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ეს მისია აქვთ შესასრულებელი. ზარია ეთერში მობძანდით. გამარჯობათ ბატონებო. გამარჯობათ. ამასთან დაკავშირებით ბევრი ერთი რამ მინდა შეგახსენოთ. დიახ. მაკაციხლაზე რომელსაც კისერი მოუგრიხეს და ფოტოური დაანარცხეს, რომელმა აგუპასუხი, ვინ აგუპასუხი? არა. ის კაცი აღარ მახსოვს რომელი იყო, რომ ტაქსი და თავში დაუშინეს ფეხები. ეს ტიტუშკები იყვნენ, თუ ვირუშკები იყვნენ, უბრალოდ ვირუშკები იყვნენ ისინი. მე ახალ სახელს მოვიგონებ და თქვენს ახსენებ, ვირუშკები არიან ეგენი. კისერი მოუგრიხეს პატარა ბავშვი ჟურნალისტი. არც თუ ისე დიდია. მე გაცილებით მეტი 40 წლამდე. გასაგებია. და დაანარცხეს კი აი დასვეს რაღაცა. დაანარცხეს აი რა გალი და ყონე ქონდა, ან როგორ გადარჩა. რა სიტყვით რამის შესახებ, ვინ გაასამართლებს?
მარტო ესენი კი არ არიან, მას გვესწორდნენ, მას გვესწორდნენ. ხასრულები იყვნენ და იმიტომ. დადგება სასამართლო მარტო ყურადღებისთვის. იცოცხლეთ ჩვენს მადლობა. ეს ვახსენე კიდევაც ეს შემთხვევა მაკაჩიხლაძესთან დაკავშირებით გურამ როგავას როგორ მოექცენ ეს ერთი მეორე და მესამე ჟურნალისტი ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებლები არიან ჩვენ სულ სხვა განზომილებაში ვართ არაზოს მათ არაპიროვნებები უბრალოდ არ ვიზიარებდი მაგრამ ის როგორც მათ მოექცნენ ნუ არ ვიცი ეს ყველანაირ ჩარჩოს ცილდება ადამიანობის და ამისთვის არავინ პასუხი არ აგო. ამაზე ვსაუბრობ ჩვენ. გეთანხმებით ბატონო ჩემო. ვერ გაგვიგეს. მაგრამ დადგება სამართლიანი სასამართლოს პერიოდიც, რა თქმა უნდა, სამართლიანი ვერდიქტისა და რა თქმა უნდა, ყველა საქმე განიხილება და იქნება ის სწორი გაითიშა მე მგონი ზარიც გამოტანილი განაჩენები, რომელსაც მოითხოვს საზოგადოება, რომელსაც მოითხოვს თვითონ საქმე და თვითონ დანაშაული. ასე რომ ეს ძალიან ცუდია რაც გააკეთეს, მაგრამ გაცილებით ცუდად მიმაჩნია და გაცილებით დამღუპველად, რაც კატეგორია ქალბატონების მიმართ აქვთ ჩადენილი. რომ ეს ადამიანები თვითონ ალბათ ვერ წხვდებიან, ისე კარგავენ ადამიანურობის სახეს ქალობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ და აქ კრიტიკით შემოდიან, ლანძღვით შემოდიან, დამუნათებით შემოდიან და თან გვახსენებენ რომ აი იქო იმათო თქვენ ქალებს ეძახითო? ქალებს ეძახითო კონკრეტულად იმ პედაგოგზე ამბობს, ჟურნალისტზე ამბობს და ასე შემდეგ და ამ დროს თვითონ ასე ვთქვათ დემონსტრირებენ და ნიმუშს გვაძლევენ იმისა თუ როგორი არ უნდა იყოს მანდილოსანის ლექსიკა. თუ როგორი არ უნდა იყოს ქალბატონი, აი ასე ვთქვათ, ტენდენციური. თუ რატო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ეს გაცილებით დამღუპველია, თორე ვიღაცას კისერი მოუგრიხეს, რა ქნეს, როგორ ქნეს, კისერის მოგრეხვით, როცა ადამიანი თავის ცნებას, თავის ობიექტურობას არ კარგავს, როცა ადამიანი განურჩევლად პროფესიისა ერთგულია თავისი პრინციპების და ეს პრინციპები დაფუძნებულია, რა თქმა უნდა, რწმენაზე, აღფსარებლობაზე, სამშობლოს სიყვარულზე და მოყვასის სიყვარულზე უფლის შეწევნით. რა თქმა უნდა, მას კისერსაც მოუგრეხენ, რა თქმა უნდა, მას შეიძლება ტყუითაც გაუმასპინძლდნენ და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს უბრალოდ დანაშაულია, მაგრამ ის დიდი უბედურებაა, როცა ცოცხალ ადამიანს ცოცხალ მკვდარად აქცევ. პოლიტიკურ და სოციალურ გვამად აქცევ. რამე თუ როგორც ერთ არსებას მიუქცევენ, აი ასეთ დანიშნულებას და ასეთ ფუნქციას აძლევ. აი ესაა დიდი უბედურება, როგორც ხელისუფლების, ასევე იმ საზოგადოების, რომელიც ყურმოჭრილი ყმაა. აი ამ ბედოვლათების. დარჩა ერთი წუთიო გვეუბნება ჩვენ პროდიუსერი. მე ბოლოს მინდა უთხრა რომ ჩვენ სამ ვერ გავიგებთ რომ ის პოლიციელიც და ის ადამიანიც ვინც გადის იქ მიტინგზე ეს ჩვენი საზოგადოების ნაწილია და ყველანი კანონის წინაშე ვართ თანასწორუფლებიანი, მანამ არაფერი არ გამოგვივა, ხო ასე? რას ქვია, ხა პოლიციელს ყველაფრის უფლება აქვს, რაც უნდა ის მაკადროს და ამას არაფრის უფლება არ აქვს. ნუ ესე არ გამოვა ჩემო ძვირფასებო. უნდა გავიგოთ რომ ყველანი ვართ კანონის წინაშე თანასწორუფლებიანი. სხვანაირად ეთქვეყანა არ აშენდება. ერთ-ერთი დიდი მამა სერაფიმ როუზი ბრძანებდა. მართლობითი ფორმა საიმედოა მანამ, სანამ მისი საფუძვლები ღმერთით და მისი ნებით აღესრულებაო. თქვენი საფუძვლები, რასაც წარმოადგენს, კი ხედავს საზოგადოება. კიდევ ამით დავასრულებ. თვით გამანადგურებლის რეჟიმში რომ ხართ, თქვენი ტროლებითაც დაადასტურეთ, ეხლა აქ რო ვითომ შემოგვივსიეთ. კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა მათაც, ვინაც დაარეკეს ყველას აბსოლუტურად, დიდი მადლობა ტელემაყურებელს, რადიო მსმენელს, უფალს უპირველეს ყოვლისა და ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს, რომელმაც უზრუნველყო ჩვენი ეთერში გასვლა. მშვიდობიანი, საღმრთო მშვიდობის და უკეთესი მომავლის ხანა დაგდგომოდეს ჩემო ქვეყანავ და ჩვენო მსმენელებო. ნახვამდის. კარგად ბრძანდებოდეთ.